თოს მიერ მოსკოვის მექანიზმის გააქტიურება წარმოადგენს პირველ, თუმცა არა ბოლო საერთაშორისო ტრიბუნალს ივანიშვილის წინააღმდეგ. ეს არის ზომა, რომელსაც ვემხრობოდით საქართველოს დემოკრატიული ძალები და მათ შორის ლელო ძლიერი საქართველო ჯერ კიდევ 2024 წლის დეკემბერში. საზოგადოებას მნიშვნელოვანია ესმოდეს, რომ ეს არის განსაკუთრებული ზომა და არა ჩვეულებრივი ნაბიჯი. ეს მექანიზმი გამოიყენება იმ განსაკუთრებულ არაორდინალურ შემთხვევებში, როდესაც სახეზეა ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის მასობრივი სისტემური დარღვევები. მაგალითისთვის მოსკოვის მექანიზმი აქტიურად გამოიყენებოდა 1990-იანი წლების ბალკანეთში შემზარავი უფლებრივი მდგომარეობის შესასწავლად. შესაბამისად, დღეს სამწუხაროდ საქართველოს განიხილება იგივე მექანიზმების გამოყენებით, რომელიც ევროპის უახლესი ისტორიის ზოგიერთი ყველაზე შემზარავი ფაქტის შესასწავლად იქნა გამოყენებული. ამ მექანიზმის ამოქმედებას არ ჭირდება მთავრობის თანხმობა. მისია შედგება ნებისმიერ შემთხვევაში განურჩევლად იმისა, თუ რა პოზიცია ექნება კრიმინალურ ქოცურ სინდიკატს. ეს ყველაფერი აჩვენებს, რომ პირველი ეს რეჟიმი ისევე არალეგიტიმურია, როგორც მთელი დროის განმავლობაში 2024 წლის საპარლამენტო არჩევის შემდეგ. მეორე, ზომები, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოება მიმართავს რეჟიმის წინააღმდეგ, სულ უფრო კაცრდება. მესამე, გასულ წელს ინიცირებული ვენის მექანიზმის შესაძლებლობა აღმოჩნდა სრული ფიასკო ქართული ოცნებისთვის. ნაცვლად იმისა, რომ რეჟიმს გამოეყენებინა ვენის მექანიზმი და დაეცხრო საერთაშორისო პარტნიორთა წიაღში არსებული მღელვარება და შეშფოთება, პირიქით ჩვენ ვხედავთ, რომ სიტუაცია არის გაუარესებული და ახლა საერთაშორისო საზოგადოება იყენებს კიდევ უფრო მკაცრ, მომთხოვნ და პრეტენზიულ მექანიზმს, რომელსაც ეწოდება მოსკოვის მექანიზმი. მეოთხე, დელეგიტიმაცია და უნდობლობა. ჩვენ ვხედავთ და ეს არის ჟესტი, როდესაც 24 დემოკრატიული სახელმწიფო მხარს უჭერს ამგვარი მექანიზმის ამუშავებას. ეს არის განაცხადი, რომ ისინი არენდობიან ქვეყნის შიდა გამოძიების პოტენციალს, არენდობიან სახელმწიფოს, არენდობიან მის ინსტიტუტებს და ამით ამბობენ, რომ დღეს სამწუხაროდ ქართული სახელმწიფო აღარ არსებობს, როგორც დამოუკიდებელი ნეიტრალური ერთეული, რომელიც აღასრულებს კანონის უზენაესობას, იმ ერთ-ერთ მთავარ პრინციპსაც ევალება თანამედროვე სახელმწიფოს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უმძიმესად აისახება საქართველოს რეპუტაციასა და თითეული მოქალაქის, თითეული თქვენგანის ეკონომიკურ და სოციალურ შესაძლებლობებზე, შანსებზე და სტაბილურობაზე. და ჩვენ ვხედავთ ამ ყველაფრის შედეგებს. ჩვენ აღარ ვართ ევროპული გაფართოების დღის წესრიგის ნაწილი, ჩვენ არ ვართ მიწვეული არც ერთ სამშვიდობო და ეკონომიკურ ფორმატში, ჩვენთან აღარ ჩამოდის არც ერთი მაღალი რანგის პოლიტიკოსი, ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ დღეს ისევე აქტიურობდეთ ამ კუთხით, როგორც სომხეთი და აზერბაიჯანი და რა თქმა უნდა, ჩვენთან აღარ შემოდის გრძელვადიანი მყარი ინვესტიციები. ეს ყველაფერი მიუთითებს იმ ძალიან დიდ დემოკრატიულ კანონის უზენაესობის და სახელმწიფოებრივ კრიზისზე, რაშიც ვიმყოფებით ყველანი ერთად, არა პოლიტიკური პარტიები, არამედ მილიონობით ქართველი და ეს ყოველივე კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ერთადერთი გზა, ერთადერთი გამოსავალი არის ახალი საპარლამენტო არჩევის ჩანიშვნა, მისი თავისუფალ პირობებში ჩატარება, ყველა პოლიტიკის გათავისუფლება და პოლიტიკური სისტემის გადატვირთვა. წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიტიკური კრიზისი გაგრძელდება, საქართველოს საერთაშორისო დელეგიტიმაცია გაგრძელდება და ამ ყველაფერს ექნება შემზარავი გავლენა და ეფექტები თითოეული ქართველის კეთილდღეობაზე. მადლობა.